მოგესალმებით, ეს გადაცემა ალგორითმია, გადაცემას ამჯერად მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი წარუძღვები, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ირაკლი მილაძე. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის ბატონო ირაკლი, დროის დათმობისთვის, უპასუხებთ დღეს ჩვენს კითხვებს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე მინდა დავიწყო დღევანდელი სასამართლო პროცესით თქვენთან საუბარი, ვიცით რომ საქმე ეხება 3 წლის წინანდელ საქმეს, მოვლენებს, რომელიც განვითარდა კასპიის საკრებულოში, აღძრული ამასთან დაკავშირებით საქმე, თქვენ ხართ დაზარალებულად ცნობილი, უფრო დეტალურად რო თავად მოუყვეთ მაყურებელს, რა მოხდა 2022 წლის 18 თებერვალს კასპიის მუნიციპალიტეტში, საკრებულოში კონკრეტულად. 18 თებერვალს მივედი, რაღაც თემების განხილვა უნდა ყოფილიყო. მანქანა უნდა იყიდათ მაღალგამავლობიანი, რომელიც იმ მომენტში არც იყო მაგის საჭიროება, ასევე მე მაინტერესებდა რა თემების განხილვა იქნებოდა და როგორც რეპორტიორი ასე მივედი კასპიის მოამბეზე ლაივი მქონდა ჩართული. ჯერ იყო რაღაც წინაღობები არ გვიშვებდნენ, საბოლოოდ გადაწყვეტეს რომ უნდა ავსულიყავით. იქ დაიწყო დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და კასპიის მერს შორის, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტუალეტის გაღალდები ესროლა კასპიის მერს და მიაძახა რომ ერთგვარი პერფორმანსი. კი, პერფორმანსი იყო, რომ ამის ფუნქციას ასრულებო ბიძინა ივანიშვილისთვისო და ამას მოყვა დაპირისპირება. ამ დროს ქალბატონი იაკვლივიძე იყო ამ სხდომაზე, რომელსაც თავისი რაღაც კითხვები ჰქონდა, როგორც მახსოვს, კასპიის საკრებულოს გვერდმა დაბლოკა და ვერ გამოხატავდა თავის აზრს იმ გვერდზე და შესაბამისად კითხვები ჰქონდა. როდესაც მან დაიწყო ამ თემებზე საუბარი, ეს ყველაფერი სინქრონულად მოხდა, ის თემა, ის დაპირისპირება, ის ამბავი, ერთ-ერთი მოძალადე, რომელიც მე ხელს მირტყავს, ზურაჩიტიშვილი, საკრებულოს აპარატის უფროსი, იაკვლივიძის მისამართით ძალიან აგრესიულად გამოირჩეოდა და მაგ დროს მე გადაღების მომენტში ვიღებდი ამ ლაივს, დავიწყე ყვირილი, ზურა მონა და მე მანამდე სანამ სხდომა დაიწყებოდა საკრებულოს შესასვლელთან ვნახე ეს პიროვნება, რომელსაც ჩვეულებრივად მივესალმე, ხელი გავუწოდე რომ ჩამომერთმე, არასდროს არ მქონია დაპირისპირება. და ძალიან უხეშად მომართა, ხელი ამიკრა, ხელი როგორ უნდა ჩამოგართვა და შემახსენა ქართულ ოცნებაზე კრიტიკულ რაღაცებს, როგორ წერდი პოსტებს. ალბათ ეს გაგრძელება იყო შემდეგ უკვე იმ დარბაზში. მე ვიდექი შემაღლებულ ადგილზე. სკამზე ავედი და იქიდან ვიღებდი, რომ უფრო მკვეთრი ყოფილიყო ჩემი კადრები, რაც იქ ხდებოდა. იქიდან ჩამომაგდო, კამერაში კარგად ჩანს ეგ, ჩემს მიერ გადაღებულ კამერაში და ასევე კიდე ტელევიზიამ გადაიღეს. ხელს მირტყავს და მეორე პიროვნება, რომელიც შემდეგ უკვე პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს რომ ვიყავი მისული, იქ ვნახე. არც ვიცოდი ვინ იყო ეგ ადამიანი. ცხვირი გამიტყდა, სისხლი მომდის და იქ პოლიციელები იყვნენ, არავის რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაული არავის არ აღუკვეთია, უბრალოდ გამოუყარეს პოლიციის დახმარებით. და შემდეგ უკვე რაღაც დროის განმავლობაში, დღეისთვის უკვე ჩემი ადვოკატი ლექსო მერებაშვილის დახმარებით, ეს საქმე, ამ საქმის წარმოება დაიწყო, პროკურატურამ დაიწყო ძიება და რაღაც გარკვეული დროის შემდეგ სხვადასხვა შორის დაგვიანებულადაც კი მე ამაზე აუცილებლად მექნება კითხვები ხო დაასრულეთ მე დაზარალებულად მცნეს და ამ ორ ადამიანს შემდეგ უკვე წარუდგინეს რახანი იყო დაზარალებული, შესაბამისად იყო ძალადობის ფაქტი და ვიდეო კადრებში ისეთი მასალები იყო, რომ უბრალოდ ხელს ვერავის ვეღარ დააფარებდნენ ამ სასამართლოს და პროკურატურის პირობებშიც კი. ირაკლი, დღეს იყო სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ მიეცით ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსამართლის და პროკურორის, ასევე ბრალდებულების ადვოკატების კითხვებს უპასუხეთ. თითქმის 3 წელია გასული. რატომ თქვენ სასამართლო პროცესზე ახსენეთ კიდეც, რომ აღარც კი მახსოვდა ეს თემა, ასე ირონიულად ახსენეთ. რატომ ფიქრობთ, რატომ მოხდა მაინდა-მაინც ახლა ვთქვათ ამ თემის წამოწევა და სასწრაფოდ ჩანიშვნა სასამართლოს ხდომის? თქვენ რომ გითხრათ უფრო, იმიტომ რომ მეც ასეთი წარმოდგენა მრჩება, რომ რატომ მოხდა მაინდა-მაინც 3 წლის მერე ასე დაგვიანებით. რეალურად მართლა აღარ მახსოვდა. უბრალოდ მაშინ გამახსენდა, როდესაც მზია ამაღლობელი დაიჭირეს სილის გარტყმაზე და მე
რაღაც სიმბოლურადაც კი ვუთხარი მოსამართლეს, რომ რეალურად მართლა ეგრე იყო, მაგრამ უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა ის, რომ დგებუაძეზე მეტად განვიცადეთ ტკივილი. დგებუაძეს სილა გაარტყა მზე ამაღლობელმა და მე დარწმუნებული ვარ და ალბათ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომ ტკივილი არ განუცდია. მეც ხერი გამიტეხეს და როგორც წეგამთ ვთქვი, ეს დაფიქსირებულია. აი იმ მომენტში გამახსენდა, როდესაც მზია დაიჭირეს. მას შემდეგაც აღარ მახსოვდა, ვიცოდი, რომ ქართული ოცნება მათ ფარველობდა. და გუშინ ჩემთვის მოულოდნელად დამიკავშირდა პროკურორი და მთხოვა, რომ გორში ჩამოსულიყავი, გაეცნოთ ჩემთვის მანამდე რა ჩვენება მქონდა მიცემული ამ საქმეზე და შემდეგ უკვე 11 საათზე იყო სასამართლო და შემახსენა პროკურორმა, რომ ამინისტია გამოცხადდა სექტემბრის თვეში, სადაც ეს მუხლი, ძალადობის მუხლი, მით უმეტეს ჯგუფური ძალადობის მუხლი ეხებოდა ამას და მე შემეძლო, რომ მაგალითად ხელი მომეწერა იმაზე, რომ პრეტენზია აღარ მაქვს. რაზეც როგორც სასამართლოზე გამოცხადე და ახლაც იგივე აზრზე ვარ, პრობლემა არ მაქვს. მოვაწერ მაგაზე ხელს, უბრალოდ საჯაროდ მოიხადონ ბოდიში. ეგ კი არა, ჟურნალისტები რომ ეკითხებოდნენ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ბრალდებულებს, რომ რაღაც კითხვებს რომ უსვამდნენ, მე არ ვიყავიო, ადამიანი ეუბნება და კამერაში ძალიან კარგად ჩანს, მათივე პროკურატურა მათ ედავება, რომ არიან მოძალადეები და ამის საფუძველზე ერთი ის რომ უნდა ბოდიში მომიხადონ და მეორე ის რომ მზია ამაღლობელი გამოუშვან, იმიტომ რომ მზია ამაღლობელის საქმე არაფერი არ არის ამ საქმესთან შედარებით. ერთი ის რომ ორნი იყვნენ, ჯგუფური ძალადობა იყო, ის რომ მართლა ტკივილი განვიცადე, ის რომ ცხვირი გამიტეხეს და იქ ყველაფერი დაფიქსირებულია და მაგის საფუძველზე მიიღო პროკურატურამ ეგ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების წევრები, ვინმეს ხო არ უნახავს, რომ ქართული ოცნება რომელიმე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ან აპარატის უფროს წარუდგენს ბრალს, მაგალითად ოპოზიციონერის ან სამოქალაქო აქტივისტის მისამართით იმაში დაპირისპირებაში. ეს ხო წარმოუდგენელია. ისეთი თვალნათელი იყო ძალადობის კვალი, რომ ვეღარც დამალეს და ვერანაირად ვერ დაფარეს ეს ყველაფერი. და ეხლა რატო გაახსენდათ, არ ვიცი, ალბათ დროით ხო და უკვე 3 წელიწადი გავიდა და რამდენი წელი უნდა ყოფილიყო. ხანდაზმულობაც ვერ შეეხება საქმე, დასამთავრებელია. ასევე გირაოთი არიან გამოშვებულები ეს ადამიანები. და ამ ხნის განმავლობაში მათ არათუ მაგალითად წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ, როგორც მზია ამაღლობელი, ან ამ ქალბატონს რა შეუძლია, რომ დგებუაძეზე შეიძლება იძალადოს კიდევ, ან გაიქცეს. ყველანაირი გასაკონტროლებელი საშუალება ამათ ხელშია. და ჩემ შემთხვევაში ეს ალბათობა არ იყო, რომ სიტყვაზე ეს მოძალადეები მოსულიყვნენ და ჩემზე ფსიქოლოგიურად ეძალადათ, ან რაღაცა სიტყვაზე არაკანონიერი გზით მომრიგებოდნენ, ან ფული შემოეთავაზებინათ, რაღაცა გაეკეთებინათ სიტყვაზე, ხო შეიძლება, ამის ალბათობა იყო. და ასევე არიან ბრალდებულები და იკავებენ ისევ იმ პოზიციებს. კი, აი ეგ უნდა მეთქვა ახლა. ხო, და პროკურორსაც შევახსენე, რომ რანაირად 3 წლის განმავლობაში როგორ არ დაინტერესდნენ ეს ადამიანები, რანაირად იკავებდნენ იგივე თანამდებობებს. საერთოდ არ მაინტერესებს კაცო, პირიქით ნეტაიზე რომ მთელი ქვეყანა დასაქმებული იყოს, მაგრამ ეს ხო მაყურებელს რომ უთხრათ, ვინ არიან ან რა პოზიციები უკავიათ მათ საკრებულოს? ერთ-ერთი არის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და მეორე არის ამავე საკრებულოს აპარატის უფროსი. ანუ ადამიანი, რომელიც უნდა იცავდეს საკრებულოს შიგნით იმას წესრიგს, ის ადამიანი არის მოძალადე. უბრალოდ სისხლის სამართლის მოკლედ ესა კანონმდებლობა ხო ასეა მოქცეული, ასე არის დაწერილი და პრაქტიკაშიც ასე უნდა იყოს, რომ ადამიანი, რომელიც არის ბრალდებული, ცოტა მით უმეტეს იმ პოზიციიდან ჩაიდინა დანაშაული. მაგალითად, საკრებულოს აპარატის უფროსი იყო და იქიდან ჩაიდინა ეს დანაშაული. და კანონი ავალდებულებს მათ ავალდებულებთ, რომ ეს ადამიანები ცოტა ხნით ჩამოეშორებინათ იმ თანამდებობიდან, რომელზეც იყვნენ. ესეც არ გააკეთეს, მაგრამ რაც გუშინ დამირეკეს და დღეს ხდება, ესეც გასაგვირია ჩემთვის.
სხვა დანარჩენთან ერთად. სანამ შემდეგ კითხვაზე გადავალთ, მე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ ჩვენ მოგვიანებით შევთავაზებთ აუცილებლად სიუჟეტს, სადაც ბრალდებულების პოზიციებიც არის, რა ისინი კითხვებს პასუხობენ, არ პასუხობენ სხვა თემა, მაგრამ ჩვენ მათ აუცილებლად დავუსვით კითხვებიც, მე ვესწრებოდი სასამართლო პროცესსაც და მინდა აი აქ შემდეგი კითხვა ეხებოდეს თქვათ მუქარას, თქვენ ახსენეთ, რომ თქვენ ფეხბურთის მოცულსაც ურეკავდნენ ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ იყავით სტრესის, ოჯახს გულისხმობ, თქვენ ახსენეთ, გეუბნეოდნენ რომ გაჩერებული იყავით და ასე შემდეგ. აი რა სახის მუქარა იყო ეს, თქვათ, აი რატომ გიკავშირდებოდნენ, რა უნდათ მათ და აი ამის შემდეგ რა იქნება და რა საპირებთ? ფიქრობ თუ არა რომ ზეწოლა გაგრძელდება? კონკრეტულად ამ თემაზე არ ყოფილა ზეწოლა, მაგრამ მთლიანად ქვეყანაში რაც ხდება და თუნდაც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების ფონზე, მაშინ რუსული კანონი იყო, წინა წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იყო და უნივერსიტეტში ქონდა ჩვენ შეხვედრა სტუდენტებთან, ასევე მე უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც თვითმმართველობის 20-მდე ზონდერ ჯგუფივით თავს დამესხნენ და იმან გადამარჩინა, რომ წიწაკის სპრეი მქონდა. და გავიქეცი და მომდევდა ამდენი ხალხი და ვიღაცის სახში ჩავიკეტე და უფრო მანამდე კიდე ჩემს მეუღლეს დაურეკეს ტელეფონზე ღამის 2 საათი იყო თუ 3 საათი და ზოგადად მაგ დროს იციან რომ უფრო მეტად შეგეშინდეს და საქმე ეხებოდა იმას რომ კასპში ვაორგანიზებდი ადამიანების წაყვანას თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ და აი მაგაზე იყო მუქარა რომ თავი დაანებოს ამ აქციებს მისი უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს და ის ადამიანები შემდეგ უკვე დამხვდნენ, ჩხუბი მოგვივიდა, მე მუქარები იყო კიდე Facebook-ზე და მაგაზე მე თემქის პოლიციის განყოფილებაში გამოვიკითხე და ალბათ იქაც 3 წლის მერე გაახსენდებათ, რომ მისახედია ეგ საქმე და აი ესეთი ზეწოლის ისინი ფაქტები. ასევე დაკავებულიც ვიყავი 2 მაისს გმირთა მოედანზე, იქაც ჯარიმა, ახრაც ახლა რუსთაველზე მარტო დგომის გამო არც გადამიკეტოს არაფერი, გადაკეტილ რუსთაველის გადაკეტვას მე დავებიან კიდე, მანდაც 5000 დამიწერეს და მას შემდეგ სხვათა შორის აი ეს საკრებულოში მომხდარ დაპირისპირების შემდეგ უკვე 2022 წლის დეკემბერში კალადის კრიტიკის გამო დამიჭირეს და საქართველოში ერთადერთი პიროვნება ვარ, პოზიტიურადაც ვუყურებ ამ ფაქტს, რომ პრეცედენტი ჩემით იქნება, რომ იმაში TikTok-ზე გინების გამო, მით უმეტეს მე კონკრეტულად კალაძისთვის არ მიგინებია პირდაპირ. იქ გაბრაზებული ვსაუბრობდი იმაზე, რომ თბილისში ავტობუსის ზოლში, ეგრეთ წოდებულ ბასლაინებში დადიან სამთავრობო კაბინეტის ეს წარმომადგენლები და ჩვეულებრივ ადამიანებს ჯარიმებს გვიწერდნენ. მაგაზე დამიჭირეს, მცემეს, 2 დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი, ეგ საქმე წასულია ახლა სტრასბურგში და აი ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ერთმანეთის არც არის განცალკევებული ეს საქმეები, რაღაცნაირად დაკავშირებულია ერთმანეთთან. კი ბატონო, ირაკლი თქვენ ახსენეთ, რომ დამაჯარიმეს ეს თქვენ სოციალურ ქსელშიც ვნახეთ თქვენი პოსტი, სხვადასხვა მედია საშუალებებითაც გაშუქდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვისაც ჯარიმებს უწერენ 5000 ლარიან ჯარიმებს. რასთან გვაქვს საქმე, მაყურებელს რომ კიდევ ერთხელ უთხრათ, რას ემსახურება ეს ამდენი ჯარიმის გამოწერა და აი თქვენ შემთხვევაში რა გავლენას იქონიებს? რა თქმა უნდა, ეს არის დასაშინებლად, რომ ადამიანები აღარ გამოვიდნენ აქციაზე. არაფერმა არ იმუშავა მოკლედ. ბიძინა ივანიშვილის თავში ყველაფერი მოხარშეს და ბოლოს მივიდნენ იმაზრამდე, რომ აი ჟურნალისტების ცემის, მიგზავნების, ამ ზონდერების თუ ტიტუშკების კიდე ის იყო ხარებას ვაჟკაცების მოგზავნები, იქ ცემა სადღაც 500-მდე კაც თუ რაღაც დაიჭირეს მაგ აქციების პირობებში, ვერაფრით ვერ გააჩერეს ეს ხალხი და უკვე მოიფიქრეს ის, რომ ადამიანი კურიოზიც კი მოხდა ის, რომ ვიღაცამ გაიარა შემთხვევით და ტროტუარზე გავლის გამო დაუწერეს და წერდნენ, რომ არა და ქართული ოცნების მხარდამჭერები ვართ. ანუ სისტემა არავის არ ცნობს, არც ოცნებას, არც ნაციონალებს, არც ლელოს, არავის. სისტემისთვის ყველა არის ძალადობის ობიექტი. და ეს ჯარიმების წერაც დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, რეპრესიებია, რა თქმა უნდა, და იმასთან იმისკენ არის მიყოლებული, რომ ადამიანები შეშინდნენ და 5000 ლარი ვერ გადაიხადონ. ჯერ 5000 ლარამდე გაზარდეს
და ზოგიერთს 15 ჯარიმაც უწერია. მე კიდე გამიმართლა ერთი ჯარიმა მიწერია. ხო და ვერავინ ვერ შეგვაშინებს ახლა ადამიანებს ხრეტდნენ. რაღაც ისე არ მინდა გამომივიდეს ახლა. მაგრამ არც არავის არ ვედრებით. ჩვენი ტვირთი გვაქვს ამ მაშინ საუკუნეში და ამ ეპოქაში. რავი, როგორ შეიძლება ჯარიმამ შეაშინოს ადამიანი, რომელმაც იცის რომ მომავალში აქ ცხოვრება მოუწევს იმ პირობებში, სადაც პოსტის დაწერის გამო, ვიდეოს ჩაწერის გამო ადგებიან და სემენ. თორე იმაზე აღარ ვსაუბრობთ ახლა განსხვავებული ორიენტაციის, რელიგიური კუთვნილების, როგორ ცდილობენ ამ ადამიანების დაპირისპირებას, რომ შემდეგ უკვე საყოფა ცხოვრება პრობლემები რაც არის ქვეყანაში, ეს სოციალური პრობლემები. იმაზე არავინ მოითხოვს, რატოა სიტყვაზე საწვავი, ამ ხელაფასი, რატომ არის კომუნალურები 2012 წლამდე რომ ამობდნენ ერთი ლარი მიდის იმის ჯიბეში, ამის ჯიბეში. ანუ ამ თემაზე რო აღარ ვილაპარაკოთ ისა რეალურ პრობლემებზე რომ ხმა არ ამოვიღოთ, ამისთვის სჭირდებათ ასეთი რაღაცეები და შესაბამისად ან დღეს დავასრულებთ ამ ყველაფერს, ან მომავალში გველოდება ისევ იქ დაბრუნება, სადაც დავკარგეთ ის 70 წელიწადი საბჭოთა კავშირის პერიოდში. რას ეტყოდით მოქალაქეებს, ვინც ახლა ვთქვათ ეკრანებს მიღმა არიან ხოლმე და ვთქვათ უყურებენ, ადევნებენ პროცესებს. არიან მოქალაქეები, ვისაც უნდათ ცვლილებები, თუმცა ამ პროცესებში არ იღებენ მონაწილეებს. რას ეტყოდით, რასთან გვაქვს საქმე ახლა? პრინციპში ჩვენ ვწერთ ისტორიას, ახალ ისტორიას. ახალი თაობა ყოველთვის მართალი იყო ძველ თაობასთან. აი ახლაც თურქეთში მიმდინარეობს პროცესები, სერბეთშიც რა ხდებოდა, ნახეთ და ახალგაზრდობა დგას ქუჩაში, იმიტომ რომ რეალურად ქვეყნის თავარ არტერიაზე და ძარღვზე უდგას ხელი და გრძნობს კარგად ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა მიცის თავისუფლების ფასი, ახალგაზრდობა მიცის გაჭირვების ფასი, შრომის ფასი. ყოველთვის რეფორმატორები იყვნენ ახალგაზრდები და ასე იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ორბელიანსა და ილია ჭავჭავაძეს შორის და იქიდან მოდის მამათა და შვილთა ბრძოლა. ჩვენი გადადგმული ნაბიჯები მათ არ მოსწონთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მე უკვე ჩემ თავს განწყობას ვუქმნი, რომ როდესაც ჩემი შვილი დაიბადება და მისი თაობა როგორც გადაწყვეტს და როგორც ენდომებათ, ისე იქნება სწორი, იმიტომ რომ ვერასდროს არც ერთ დროში, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა ისე, რომ ძველი თაობა მართალი იყო ახალ თაობასთან. როგორც წავთქვი, ახალი თაობა ყოველთვის უფრო უკეთესად გრძნობს და ახალ თაობას უნდა ყოველთვის ცვლილებები. ძველი თაობა მაინც არის კონსერვატიული, რეტროგრადები არიან, ისინი სჭირდებიან იმას, რაც არის და კმაყოფილები არიან იმ მდგომარეობით. თუმცა ძალიან ბევრი ასაკოვანი ადამიანი დგას ჩვენთან ერთად და ისეთები დგანან, რომლებიც მაგალითად ჭუბერი აქვთ გადმოვლილი და ჩვენთან ერთად ერთი გოგოა, რომელიც იყო თვეების და მისი და ორსულად იყო დედამისი მისდაზე. აი ესეთი ხალხი დგას და რეალურად იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იმის გამო არ გცემდნენ, რომ თუნდაც პირობითად რომ თქვათ, შავზე ამბობდნენ, რომ თეთრია. აი ეს შენი აზრია. და ახალგაზრდების გასაკეთებელ საქმეს დღეს ვერავინ სხვა ვერ გააკეთებს და ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე და ამ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი გასაკეთებელი. და რაც გვიწერია და ეს ბედის წერა, თუ რამეს გვიზამებინ იმ აქციაზე, ალბათ ასე იყო საჭირო და ჩვენ შეგვებულები ვართ ამას. აუცილებელია რომ ვიბრძოლოთ და ისე არ არის როგორც იმედზე და პოზიტივზე აჩვენებენ, რომ აი ესენი მე რო ადამიანი ნაციონალს მეტყვის და ოცნებაში რომ ის იქნება ხარება და მურუსიძე იქნებიან. აი ამ პროპაგანდაზე აწყობილ ამ სქემით გვებრძვიან ჩვენ და რეალურად გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც თუნდაც მომავალში ოცნება თუ შენარჩუნდა, რომ ოცნების ამორჩევლები და მათი წარმომადგენლები არავინ არ ხსენოს ქუჩაში. უბრალოდ ის ფიქრობს ასე და არავის საქმე არ არის. ყველას აქვს ამ სამყაროში არსებობის უფლება. გასაგებია. ირაკლი, რა მოლოდინი გაქვს ბოლოსკენ მიდის ჩვენი გადაცემა, რა მოლოდინი გაქვთ, თქვათ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, გაითვალისწინებს თუ არა, გათვალისწინებული იქნება თუ არა თქვენი შეთავაზება მზე ამაღლობელთან დაკავშირებით და თქვენ რას აპირებთ, თქვათ? მე ეჭვება, იმიტომ რომ თუნდაც ახლა ამ ორი პიროვნების ადგილზე რომ ირაკლი ყობახიძე დავსვათ, ბიძინა ივანიშვილი არის ზამს. ირაკლი ყობახიძესაც კი არ ესე უხეშად რომ თქვა გაცვლის ამ იმაში შეთანხმებაში. შანსი არ არის.
მე უბრალოდ ეს სიმბოლურად გავაკეთე ეს შეთავაზება, უბრალოდ დავანახოთ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ არაფრად არ უღირს თავისი ხარდამჭერების კი ის ადამიანები, რომლებიც კასპის საკრებულოში იცავდნენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას და საკუთარ ჯიბეს, რომ იმათმა შეიძლება დაკარგონ სამსახური, ასე ესმით იმათ. უბრალოდ მოლოდინი არის ის, რომ არ ვიცი ხა არ მინდა მე სასამართლოს შეურაცხყოფა მივაყენო, ან რაღაცა ცრუ მოლოდინებით განვეწყო. მით უმეტეს სასამართლოშიც არის რაღაც ნათელი წერტილები, რომლებიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებენ. დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაში თუ კი ეს მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა გაუშვან, თუ რა თქმა უნდა ობიექტურად უყურებს, პრეტენზია არ მექნება, მაგრამ ახლა მე ნახოთ არ ვიცი ის რამდენად გულწრფელი იქნება. თუმცა ყველანაირი იმით მოცემულობით ისინი არიან დამნაშავეები, იმიტომ რომ პროკურატურა პირდაპირ აჩვენებს სასამართლოს, რომ იმ ადამიანებმა იძალადეს. მოლოდინი საბოლოოდ რომ თქვა, მინდა რომ გამოუშვან მზე ამაღლობელი და პირიქით ეს ჩემთვის აამაყო იქნება ცხოვრებაში, რომ რაღაცა წვლილი შევიტანე ამ კუთხით. თუმცა იმედი არ მაქვს, მაგრამ დავიტოვებ მაინც 1%-ს და ვფიქრობ, რომ მაინც სასამართლო გაითვალისწინებს მათ პოლიტიკურ მდგომარეობას, თუნდაც მეორე ადამიანის მდგომარეობას, რომელიც იქ იყო და ამოუშვებენ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის, რომ იყავით აქ და პასუხობდით ჩვენ კითხვებს და გემშვიდობებით თქვენ დამემშვიდობები მაყურებელს. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.